გამარჯობა. მარი. მიცანი ალბათ. დიახ, თოვლის ბაბუა ვარ. ისიც გაგიკვირდება, რომ ლაპლანდიიდან, შორეული ქვეყნიდან გესალმები. ამ ქვეყანაზე შენ ბევრი რამ გსმენია, მაგრამ ნამყოფი არ ხარ. ლაპლანდიაში მთელი წელი ზამთარია. ხანდახან ისეთი თოვლი მოდის, არემარე მთლიანად იფარება. აი მაშინ კი ის ჩემი ცელქი ელფები რას არ მოიგონებენ, ხან გუნდაობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ხან სამთრის სასახლეებს, თოვლისა და ყინულის სახლებს აშენებენ. ესე არ დამავიწყო და აუცილებლად გაგაცნობ მათ. ამ თოვლზე საუბარმა ჩემი სახლი სულ გადამავიწყდა. ხელზამთარს აქვატარე ფირმებთან და ელფებთან ერთად. გონი ელფები ზემოთ არიან. წამოდი ერთი ვნახოთ რას აკეთებენ. აი ჩემი ელფები. ისინი სულ შრომობენ, რომ სოფლიოში ყველა ბავშვი ბედნიერი და ხალისიანი იყოს. აქ სოფლიოში ყველა ბავშვის გამოგზავნილი წერილი იყრის თავს. თითოეულს გულდასმით ვკითხულობ. შენი წერილიც აქ დამხვდა. ალბათ ყველაზე მეტად საჩუქრების ამბავი გაინტერესებს. ერთი წუთით? აი ახალი წლის მთავარ ჯადოსნობამდე მოვედით. აქ საჩუქრები მზადდება. უამრავი ყუთია, რომლებიც სიურპრიზებით არის სავსე. მაგრამ აქ გაცილებით მეტი საჩუქარი მოგროვდება მალე. წერილისაც წავიღე. იცი? ელფს მივეცი. ახლა კი შენი წერილის დახმარებით გავიგებ, თუ როგორ იქცეოდი, როგორ შეასრულე შარშანდელი დანაპირები. ასეც ვიცოდი. დარწმუნებულიც ვიყავი, რომ შენ შეასრულებდი შარშანდელ დანაპირებს და კარგად მოიქცეოდი. ძალიან გამახარე, ძალიან. ჩვენისთვისაც რა იდეალური ამინდია? კიდე კარგი არ გადავყირავდი. მოგეწონა ჩემი სახლი. იმედია მოგეწონა. მთელი წელი მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახალ წელს. საოცარი ჯადოსნური დღესასწაულია. ახალი წლის ღამეს სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეს, რადგან მაშინ ჩაფიქრებულ სურვილს უდიდესი ძალა აქვს. ჩემი წასვლის დროც მოსულა. ირმები მელოდებიან. წასვლის დრო. ჩემო ძვირფასო, მარი. გილოცავ შობა ახალ წელს. მინდა რომ მომდევნო წელს უფრო უკეთესი ადამიანი გახდე. მინდა რომ შენი მშობლები და ახლობლები უფრო და უფრო გაახარო. თუ გულით მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ, რადგან შენთვის შეუძლებელი არაფერია. თავარია გჯეროდეს.